Tuk 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 მოგესალმებით მეგობრებო, საღამოში მშვიდობისა. მეორედ მოგესალმებით უკვე დღეს და მინდა გითხრათ, რომ დაიცვა ეგეთი კითხვა, უფრისწორედ გაგვიჩნდა ეგეთი კითხვა, რა უნდა ვქნათ, რომ გადავარჩინოთ საქართველო. საქართველო, ლამაზო, სხვა საქართველო. სად არის ქარიგი მღერის ნანასა ზღაპარს კი ამბობს ჯადარი მეგობრებო მე ერთი მოსაზრება მაქვს რა უნდა გავაკეთოთ რომ საქართველო გადავარჩინოთ ბავშვებო ეხლა ისეთი რაღაცა უნდა თქვათ იქით ოთახში გადით ყურები უნდა დახუჭოთ ბავშვებო რატო უნდა წავიდე იმიტომ რომ ისეთი რაღაცა უნდა ვთქვათ რომ საქართველო როგორ გადარჩეს ის უნდა ვთქვა ეხლა ჩუმად დახუჭეთ ყურები გადით ოთახში რატომ არ შეიძლება იმიტომ არ შეიძლება რომ თქვენ ბავშვები ხართ და შეიძლება გულები გაგიშკდეთ მივესალმები პროფესორს და მომღერალს ქალბატონ თამარ ინასარიძეს, რომელიც ამენით ამხელს ამენს. ამენს არ ვამხელ, ჩემო კარგო, ამენით ვამხელბე ყველას, ვინც ამენაზე არ საუბრობს. პროფესორი და თამარ გეფარტი მოგესალმებათ მეგობრებო. ესეთი კი არ გქონი ვართ მე რომ არ გეგონოთ რომ უბრალო ადამიანი ვარ მომღერალი და პროფესორი მაშ ერთი სიტყვით მეგობრებო ჩვენ ესეთი კითხვა გვაწუხებს ქართველებს რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ საქართველო გადავარჩინოთო საქართველო რომ გადავარჩინოთ მეგობრებო ჯერ უნდა ვიცოდეთ რა არის საქართველო მეორე თუ ვიცით რა არის საქართველო შემდეგ უნდა გქონდეს ესეთი კითხვა ვინ უნდა გადაარჩინოს საქართველო და რისგან ხო საქართველოს გადარჩენა ეხლა მრავალ წრეში შეიძლება განვიხილოთ მაგალითად გადავარჩინოთ საქართველო სულიერად გადავარჩინოთ საქართველო ფიზიკურად გადავარჩინოთ საქართველო მენტალურად და ასტრალურად და სხვა ჭრილებში სხვა განზომილებებში გადავარჩინოთ საქართველო ამენით გადავარჩინოთ საქართველო პროფესორებმა და მომღერლებმა გადავარჩინოთ კი ბატონო გადავარჩინოთ მაგრამ უამრავი პატარ-პატარა დაჯგუფებები ცდილობენ რომ რაღაც აი ამ ყურამდე რაღაცები გაგვაგებინონ რომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ყველა თავისას უბერავს ის თავის იაღოველობაში, ის თავის მართლმადიდებლობაში, ის თავის ილია მეორობაში, ის თავის ჭიღრ-პუღრობაში და ასე შემდეგ და ყველას გონია რომ უნდა გავერთიანდეთ. ხო და დღეს ძალიან საინტერესო საკითხი წამოჭრა ჩვენმა ერთმა სიდონის წევრმა რომ გავერთიანდეთ, მაგრამ ეს ერთიანობა რომ აზრთა სხვადასხვაობაში არ მოხდება, ხო ვიცით მაშასადამე თუ ამ ქართველებში ერთ განს სწამს რომ ღმერთი იაღოვა იყო ქრისტეს მამა მეორე განს სწამს რომ ღმერთი იაღოვა იყო ქრისტეს მტერი ახლა მოდი ვიკითხოთ ორივე ქართველია რომელი უნდა გაერთიანდეს და რაში ცხენებით მოვაო თამარისაც მოვაო ოკეი კაი რაში და ცხენი რაღაც კავშირშია ერთმანეთთან მოდი გავარკვიოთ თუ რაში უნდა გავერთიანდეთ მეგობრებო და უნდა გავერთიანდეთ იმაში რომ ჯერ დავიჯეროთ რომ ჩვენ ვართ ქართველები ვართ რომ ქართველები ჩვენ თუ ქართველები ვართ მაშინ უნდა შეგვეძლოს ასევე ფრენაც რა ფრენა ნეტავის ისეთი ფრენა როგორც ქარს შეეძლო რანაირი ფრენა შეეძლო ქარს ქარი სხვადასხვანაირად დაფრინავს ჯაჯანიძის არ იყოს ქარი შეიძლება ამოვარდეს და ქარი შხვალად იქცეს
ქარი შეიძლება ქარი იყოს და დაგიბეროს და ქარი შეიძლება ნიავად მოვიდეს შენთან. მაშინ უნდა ვთქვათ რანაირი ქარები გვინდა რომ ვიყოთ? ქარები. ქართაველებიო, ხო? ქართაველებს დაამშვენებსო. ვინ დააშენებსო? შენ პატარა ძალი რომ ხარ, დაუმშვენე ქრისტეს მხარი. ქრისტე ისე გაიხარებს, ქართაველებს დაამშვენებსო, ხო? ქართაველებს ააშენებსო, თუ ქართაველებს გააშენებსო, ხო? თვითონ ქართველებს ჩვენ ერთი რაღაც დაგვაკარგვინეს, მეგობრებო და არ გიგონოთ, ეხლა რაღაც იტყვის ვიძახი და არც პროფესორობ. პროფესორობ. ქართველებს დაგვაკარგვინეს ჩვენი სიტყვა. რა სიტყვა თუ იცით? თუ იცით რა სიტყვა? არც მე არ ვიცი მეგობრებო, მართალი გითხრათ. მაგრამ ჩვენ დაგვაკარგვინეს ის, რომ ჩვენ თავი წარმოვიდგინოთ ქართველად. რატომ ეხლა გეტყვით? ყველა პირი, რომელიც სათავეში დგას, არის გაქართველებული ებრაელი. ებრაელო, საქართველო, ქრისტესია. დიახ, ეს წყვილა არ დაგვაწერინა ჩვენ სულიწმინდამ. ქრისტესია, ეკლესია, ეგეთია, ქრისტესია. საქართველო, ქრისტესია. ქარი თუ ქრის, ქრის ტენიცა. ენიც ქრისო. ხო და შენ თუ იცი შენი ენის მნიშვნელობა და იცი ამ ენის მნიშვნელობა, მაშინ შენ ადვილად შეგიძლია მოიგო ომი, მაგრამ თუ არ იცი, შენ ისიც არ იცი ვისე ბრძოლები, არის თუ არა ომი დაწყებული და ხარ თუ არა ბრძოლის ველზე. არ იცი. იცით რატომ არ იცი? შენ არ იცი ვის და რას ებრძვი. სინამდვილეში შენ გონია რუსეთი, ამერიკა, ევროპა, ან გადამრჩენელი, ან მტერი, სინამდვილეში შენი მტერი კი არის ვინ? შენი მტერი არის ის, ვინც სიტყვა დაგაკარგვინა. ვინ დაგაკარგვინა სიტყვა თუ არა ისევ შენ იანმა. ვინ არის შენ იანი? ვინ არის შენიანი? აი, საინტერესო კითხვაა ეხლა ეს. უყურე, მოვიდა პრეზიდენტი პირველი, რომელმაც იხსნა საქართველო მონობისგან. ეს იყო ზვიად გამსახურდია. ხო და ზვიად გამსახურდიაო, არ იყო კარგი პრეზიდენტიო, ესე ამბობენ. მანო ქართველ ხალხს ვერ მოუარაო, მაგრამ ილია მეორეო კარგი მამა იყო, 48 წელი იმეფაო და საბოლოო ჯამში საქართველო სრულიად გაანადგურაო, კარგი მამა იყოვო. ამას ქართველი არ იტყვის, მეგობრებო, რა თქმა უნდა ქართველი არ იტყვის. ამას იტყვის მხოლოდ ისეთი ქართველი, ვინც გაიყიდა ებრაელზე. ებრაელები ძალიან მიყვარს, საყვარელი ხალხია, მაგრამ ნუ რას უკაცრავად ჩემო საყვარლებო, მე ქართველები უფრო ძალიან მიყვარს და ჩემი თავიც მათ შორის. და როდესაც ებრაელი მეუბნება, რომ მოდი რა, დაივიწყე შენი ქართველობა, მე ვიყიდი მაგას, გიყიდი, შენს გვარს ვიყიდი, შენს მიწას ვიყიდი, შენს კულტურა, შენს ისტორიას ვიყიდი, შენ ოღონდ დაივიწყე ქართველობა. მე ვეტყვი მას ასე, მეგობრებო, ებრაელო, საქართველო, ქრისტესია, ეკლესია, ქრისტესია. ბიჭო, მე გეტყვით ერთ რამეს რა. ყველა გაყიდული ქართველი, რომელიც ებრაელს შეეტენა უკანაში ფულის გამო, ქრისტეს ჯვარზე მცმელია. იცით ეს თუ არ იცით? და თავს მართლმადიდებელს უწოდებს და თანაც წითელ ქუდიანებს ადიდებს და აღმერთებს. ეს არის ჩვენი პატრიარქი ცოცხალია, მკვდარია, ტიპი მკვდარია და ცოცხალიაო იძახიან. ბიჭო, ცოცხალი რო იყოს 48 წელია საქართველოს დედას სტირობენ, აქედან და იქიდან გლიჯავენ და გლეჯენ და შენ ტიპი ზიხა და ხეებს აგროვებ და ქვებს აგროვებ. მაგარი მამა ხარ. პაკა ილია, ეს სიმღერას ტყუილა არ დაწერილა.
აი, მე გეტყვით ერთ რამეს რა. საყვარელო ებრაელებო და საყვარელო გაებრაელურო ქართველებო, გაებრაელებულო ქართველებო. ფულზე გაყიდულებო და იუდებო და პეტრეებო. მე თქვენ გეტყვით ერთ რამეს. ქრისტეს ვერ მოკლავთ. რაც არ უნდა ეცადოთ, რაც არ უნდა იყიდოთ, მატერიაში ჩაძვრეთ, ამოძვრეთ, გაძვრეთ, მიძვრეთ, მოძვრეთ, თავზე დაიმხოთ, გამოიფხოთ, ჩაჯდეთ შიგნი, ვერ გააქრობთ. რა უნდა მოიგოს საქართველომ? ომი თუ ტყუილი? გიკითხებით. რა აქვს საქართველოს მოსაგები? საქართველოს მოსაგები სიტყვაში აქვს, ომში აქვს, თუ ტყუილში აქვს? გამეცით აბა პასუხი. პირველ რიგში გეტყვით, რომ საქართველოს მოსაგები აქვს ძროხა. უფრო სწორედ ხბო. ხბო უნდა მოიგოს და მერე შეუძლია მოიწველოს კიდეც. არა, არც ძროხა და არც ხბო არ უნდა მოიგოს. მაშინ რა უნდა მოიგოს? ფეხბურთის მატჩი უნდა მოიგოს. არც ფეხბურთის მატჩი არ გვინდა, კარგი, მაშინ უნდა მოიგოს ლოტოში. არც ლოტოში არ უნდა მოიგოს, მაშინ უნდა მოიგოს კიდე რას იგებენ ხალხო, გამაგებინეთ. მოიგოს ომი. მაგრამ სად არის ეს ომი? სად გავიგოთ, სად არის ეს ომი? ეხლა ვიღაცა ფიქრობს ეს ბოდას ეს კუკ, მაგრამ ხო გიყვართ თქვენ ეს ბოდვები და ტყუილები? მოდი, მოგიყვებით ტყუილებს, რომ კარგად მოისმინოთ ეს ტყუილები, კარგად. ჩვენ მოსაგები გვაქვს ომი თამარ ინასარიძის წინააღმდეგ. თამარ ინასარიძე თუ გაქრება, საქართველოს ეშველება. პატრიარქიც ამოისუნთქებს მაცივარში, ქართველი ხალხიც ამოისუნთქებს თავის ქვეყანაზე, ებრაელებიც ამოისუნთქებენ თავის სხვის მიწა-წყალზე, ამოისუნთქებს რუსეთი, ამოისუნთქებს ამერიკა, ამოისუნთქებს გერმანია, ამოისუნთქებს დედამიწა, ამოისუნთქებს სოფლიო. თამარ ინასარიძეა პრობლემა, მეგაბრება. არ იცოდით თქვენ ეს? თუ კი ჩვენ თამარ ინასარიძეს მოუგებთ ომს, ჩვენ მოუგებთ ღმერთს ომს. თამარ ინასარიძეა ყველაფერი, რაც კი მაგას დაუქცევია, სიყვარულს უშენებიო. რაც თამარს დაუნგრევია, ილიას უშენებია. რაც ილიას უშენებია, თამარს დაუნგრევია. თამონა ჯიქია ამბობს, თამარ მეფე ხარო. თამარ მეფეს უნდა მოუგოთ ომი, მეგობრებო, ყველაფერი მაგის ბრალია. მაგან დაღუპა საქართველო. მაგან დააქცია საქართველო. მაგან გადააჯიშა ქართველი ხალხი. მაგან ტყუილი სიტყვა მოგვიტანა, მაგან მოგვიტანა ყველაფერი ცუდი და ჩვენ კიდე მას დავარქვით გაბრწყინებული ხანა. თამარ მეფის ბრალია ყველაფერი, მეგობრებო, თამარ მეფის. ჩვენ უნდა მოუგოთ თამარ მეფეს ომი. თუ თამარ მეფეს ომს ვერ მოუგებთ, ჩვენ დამარცხებულები ვიქნებით. ასე თქვა ილია მეორემ, ასე თქვა ნარიმანმაც და ასე თქვა სრულიად მსოფლიოს საპატრიარქო და სრულიად რა ქვია მაგას, კაცო, დამავიწყდა პაპსის წარმომადგენლობა. თქვენ უწმინდეს და უნეტარესობამ ფრანჩესკომ. ხო, ფრანჩესკოს რა ქვია გვარად? ფრანჩესკო იტალიანო რაღაცა. ხო, მაგან ესტუმრა ილიას უთხრა ესეთი საიდუმლო, თამარ მეფე არის მოსულიო, თამარ მეფე გვიტირებს დედასო, ეგ თუ არ გავწყვიტეთო, ისე წელში გავწყვიტავს ეგ გოგო და აწი ახლა გავაკეთოთო. ხო და ილია მეორემ ესე უთხრა, შენო მან დაეტიეო, 2015 წელია ეს, შენ მან დაეტიეო, ეხლა მაგაზე არ გამოაფხიზო და არ გააქტიურო, თორე დროზე ადრე მოგვასპობს აქედანო, ხო და დაველოდოთ სანამ ზინავს მაგოგოსო და მერე როცა გაიღვიწებს, მერე მოვუაროთო. პაპს ფრანცისკო ძალიან მართალი იყო, იცით რატომ, მეგობრებო?
სანამ თამარ მეფე გამოფხიზლდებოდა, მანამდე ერთი უტვინო უძლური გოგო იყო. პაპს ფრანცისკოსი რო ეუბნებოდა ილია მეორეს მოვკლათ თამარიო, ილია მეორეს არ უნდა ეთქვა გაჩეთი შენმა დაეტიეო, თორე თამარი თუ გამოვაღვიძეთო, მერე დედას გვიტირებსო. ხო და ილია მეორე ვერ გათვალა რა. სანამ პაპს ფრანცისკოსი ამბობდა რომ თამარი ეხლავე გავაქროთო, თორე თუ გამოიღვიძა დედას გვიტირებსო. ილია მეორე უნდა დათანხმებული იყო და ეთქვა კარგი ეგრე გავაკეთოთო. ილია მეორე არ დაეთანხმა, იცით რატომ მეგობრებო, იმას უფრო მეტად ეშინოდა ვიდრე პაპს ფრანცისკოს. ილია მეორეს თამარის უფრო მეტად ეშინოდა, რატომ არ უნდა შეშინებოდა თამარ მეფე ხომ მკვდრეთით აღსდგა. ხო და ილია მეორეს რომ უფრო მეტად ეშინოდა რომ მაგას ჩვენ ვერ მოვკლავთო, ის უფრო მეტად მოვკლავს ვიდრე ჩვენ მასო. ამიტომ დროზე ადრე ნუ გავალთ ამ ქვეყნიდან და დაანებებ მაგოგო სანამ გამოფხიზლდებოდაო და ლოცულობდნენ 24 საათი ის და მისი მრევლი რომ ოღონდაც თამარ მეფე არ გამოფხიზლებულიყო და გამოფხიზლდა თამარ მეფე და სწრაფად ბეთანიის ეკლესიაზე წაუშალეთ ერთი ხალი. ინტერნეტში რაც კი მისი სურათებია წაუშალეთ ხალები, ყველაფერი გააკრეთ. თამარ მეფე გააკრეთ, ჩამოხსენით იმის ნუ გაილოცებთ თამარ მეფეზე. შესრულდა სიტყვა, მაგრამ ვაი რომ თამარი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. თამარმა ჩაიჭირა და რა გააკეთა? სთქვა, როგორც მე მომეკეცით, ისე მოგექცნენ თქვენო და უცბად დაიწყო ომი ისრაელში. მას მერე ისრაელმა ვეღარ ამოისუნთქა. მას მერე პაპს ფრანცისკოსის გარდაიცვალა, მას მერე ილია მეორეც გარდაიცვალა და აგერძის თამარი და გელაპარაკებათ თქვენ. ხო და თქვენ არ გჯერათ, რომ თამარ მეფეს უნდა მოუგოთ ომი. თუ თამარ მეფეს ომს ვერ მოუგებთ, დამარცხებული ხართ ყველანი. ხო და თუ თამარ მეფეს ომს მოუგებთ, დედა გაქვთ ნატირები. აბა ეხლა გამოიცანით რა გამოცანებით და ქარაგმებით და ამოცანებით ვსაუბრობ მე. თუ ვერ გამოიცნობთ, დედა გარეკა ამბობს და კატარინას ეგრევე გულები და სულები გაუწყინდა, ამიტომ უნდა დაუკვირდეთ რას უწერთ კომენტარს. ტიტუ კატარინა შენ ვერ მოიგებ ომს თამარის წინააღმდეგ ვერა. შენ ის არ ხარ რომ მეუბნებოდი ილია მეორეზე რაღაცეებს? თუ არა, თუ მეშლები ვიღაცაში. ხო და მეგობრებო, რო გეუბნებოდით ვის უნდა მოუგოთ მეთქი ომი, აგერ მთელი მსოფლიო თამარ მეფეს ებრძვის და თქვენ კიდე დამდგარ ხართ და ხან რუსეთს მიახტებით, ხან ევროპას, ხან ამერიკას, ხან იმას და დაინახეთ, კაცო, ის პედოფილია, ის მკვლელია, ის გიჟია, ის ასეთი ვერ გაიგეთ თურმე ვის უნდა მოუგოთ ომი? მეგეტყვით მე, მეგეტყვით. თამარ მეფეს უნდა მოუგოთ ომი. მაგის დაწერილია ეს ყველაფერი. მაგის დაწერილია ეს მატერიალური, მაგის დაწერილია ეს მატრიცა, მაგის შექმნილია ეს სიბილწე და სიყვველაფრე ცუდე და თქვენ კიდე ებრძვით ვის? ხან პუტინს, ხან ტრამპს, ხან ბიძინას, ხან იმას და თამარ მეფე კი ზის აგერ და მშვენივრად გელაპარაკებათ და გეჭორავებათ. ზოგ-ზოგი ერთები კბენთ, მაგრამ მაინც. ხან გველუკაშვილები კბენენ იქ სადღაცა დახურულ სივრცეებში, ხან მახინჯაურიდან ლაზარეები, ხან ილია მეორის სპოსი და პოპსი და სოსი, ხან რა ვიცი ზეციდან, ხან ქვესკნელიდან და თამარ მეფე მაინც აგერ ზის და გეჭორავებათ თქვენ გოგო. ბიჭო, არც გებრძვით რა მოლანდებაა, პირიქით მოგებაც თქვენსკენ არის კი არ მჯერა მწამს. ხო, მაგრამ რომ მოვუგოთ თამარს, უпростоრად თამარმა რომ მოიგოს, რა მოხდება მე, ახლა განვიხილოთ ეგ. თამარმა რომ მოიგოს,
ტიტუ გაწყიდება ყველაფერი კაცო რო მე-12 საუკუნეში ხო კინაღამ გაწყინა იქაურობა და ეხლა კიდე რო თამარმა მოიგოს ომი ტიტუ მერე ხო გადანათდება დაგვაბრმავებს სულ ეგ გოგო და რა ვქნათ არ ვიცი უნდა მოვუგოთ თამარ მეფეს ომი უნდა დავწეროთ ახალი თამაში ახალი თამაში ასეთი არც ჭადრაკია არც შახმატია არც ნარდია და არც დომინოა ის ახალი თამაში არის ჯერ სახელი არ დაარქმევი ამ თამაშს მაგრამ ვეძებ მეგობრებო მომაძებნინეთ თამაშის სახელი ყველაზე კარგი სახელი მინდა მოვუძებნო რომ რეკლამა გაუკეთო მერე მედიაში მანან ამბობს თამარი მოიგებსო თამარი მოიგებს რას მოიგებს მაკეტს რა ქვია მოზვერს თუ დეკეულს ხო მოზვერს ლოტოს თუ იმას რა ქვია ომს რას მოიგებს ღმერთო ჩემო ნეტა მაგან მოიგოს ოღონდაც და ხო შენაძენი იქნება თუ არა სხვა 29 ადამიანი მიყურებს და ფიქრობს ნეტა რა რისი თქმა უნდაო და ვერ გაიგო ვერაფერი საერთოდ რას ვამბობ ხო მოდი ახლა დაგელაპარაკებით ადამიანურ ენაზე გავიცოროთ ხალსტუკი ქალბატონებო და ბატონებო გამოვდივარ სიტყვით მე მინდა გითხრათ რომ საქართველოს ომი დაწყებულია საქართველოს ომი უკვე დაწყებულია 2000 წლის წინ როდესაც ებრაელებმა მოკლეს ქართველი მამაკაცი სახელად იესო რამე თუ ის საუბრობდა სიმართლეებს დაიჭირეს ებრაელებმა მცხეთასა შინა და მოკლეს იგი როგორ მოკლეს იგი აცვეს ჯვარს აცვეს და აქ იყვნენ პეტრე სიმონი მათე ლუკა და ასე შემდეგ სხვები რომლებიც მოწყდნენ ადგილიდან თუმცა მისი დედა მარიამი მისი ცოლი მარია მაგდალინელი და მისი სხვა მიმდევარი ქალები მასთან იყვნენ და არ შეშინებიათ არც ერთი ებრაელის მაშასა და მე როდესაც ქრისტე მესამე დღეს აღსდგა იყვნენ მხოლოდ იქ ერთი ქალი მისი ცოლი მარია მაგდალინელი შემდეგ როდესაც დაიწერა ეს ყველაფერი და მე-3 საუკუნეში დაიწყო აჯანყებები ასე თუ ისე ყოველ შემთხვევაში ქრისტიანობა ფეხს იკიდებდა და დაინახა ეს მცბიერმა და მელაკუდა კონსტანტინე დიდმა და გადაწყვიტა მოდი მე ამას მივმართავ ქრისტიანობას მოვირგებ სახელმწიფო რელიგიად გამოვაცხადებ და ხალხის გულსაც მოვიგებო ხო და მიმართა კონსტანტინემ თავის დედას ელენესთან ერთად და შექმნა დიდი სახელმწიფო ბიზანტია. ხო და როდესაც ბიზანტია შეიქმნა ქრისტეს სახელით, გაიმართა ქრისტეს სახელით ომები. მოკვდნენ 5 მილიონი ქალი, არაჩვეულებრივად განსწავლული, წერა-კითხვის მცოდნე ფარმაცევტები, მოკვდნენ კაცები, ქალები, თემები, ყველანაირი სახის წარმომადგენლები ქრისტეს სახელით. ხო და მეგობრებო, ჩვენმა ეკლესიის წარმომადგენლობა მე-12 საუკუნემდე სადა რომ კონსტანტინე დიდი აღემაღლებინა და აეყვანა ცაში, რამე თუ მან შემოიტანა სიმბოლო ჯვარი და ის არის ჩვენთვის დღემდე ყველაზე დიდი წმინდანი, რომელმაც ქრისტესაც კი აჯობა. რატომ აჯობა კონსტანტინემ ქრისტეს? რამე თუ ქრისტეს ჯვარცმა არ გამხდარა ჯვრის მადიდებლობა, არამედ კონსტანტინეს მერე გახდა ჯვრის ყელზე ჩამოკიდებულობა. მაშასადამე კონსტანტინემ მოიგო ბევრი ძროხა და ბევრი ხბო. დიახ, რამე თუ მათ ჯვარი დაჰკიდა კისერზე, ჯვარი, რომელზეც აცვეს მაცხოვარი ჩვენი მართალი კაცი იესო, რომელიც ებრაელებმა გაიმეტეს ჯვარცმისთვის. რატომ გაიმეტეს ჯვარცმისთვის? იმიტომ რომ ის ამხელდა ყველა მცდარ და ძლიერ პროგრამას, სისტემას და მყრალ და ფულზე დახამებულ კატეგორია რაბებს.
რომლებიც თავს ყიდიდნენ ღვთიურ მამებად. კონსტანტინემ გადაწყვიტა ეს საკითხი კარგად გამოადგებოდა მას იმაში, რომ მამებიც და ხბოებიც და მოზურებიც, თხებიც და ცხრებიც ქრისტიანად ექცია. დიახ, რამე თუ ხალხს თავისი ჭკუა არ ქონდა და რომელსაც თავისი ჭკუა ქონდა, დაეწვა. რომელიც მას შეეწინააღმდეგა, იყო ეს გნოსტიკოსი თუ ქრისტიანი ჭეშმარიტი, ყველანი დაწვა. ცეცხლზე, მეგობრებო, ცეცხლზე. კონსტანტინე არის ჩვენი ძლიერი წმინდანი. ბრავო! ბრავო! ასე გადაწყვიტეს ნიკეას კრებაზე 300 რამდენიმე ათმა ადამიანმა. ვინც შეეწინააღმდეგა რამდენიმე ათეული, ყველა მოკლეს და დაწვეს. ბრავო! ჩვენ მართლმადიდებლები ვართ. ჩვენ ქრისტეს მადიდებლები ვართ. მოკვდეს ყველა, ვინც ჩვენ არ დაგვეთანხმდება. ქალბატონმა დედიკო ელენემ, კონსტანტინეს დედიკომ, განაცხადა, რომ მე ვიპოვი იმ ძელს, რომელზეც აცვეს ქრისტე. ხო და წავიდა იბოდიალა ხანიკ იყო და დაინახა ყვავილებში დევს რაღაცა ბოძი. აი, ეს არისო ქრისტეს ბოძიო. აიღო და აღმართა ჯვარი. 4 საუკუნის მერე, რომელ ჯვარზეც, რომელ ძელზეც ქრისტე აცვეს, სადღაც ყვავილებში ეგდო, რომელიც ელენე დედოფალმა უცბად შემთხვევით დიდი ძებნის მერე იპოვა. ბრავო! გაუხარდა შვილიკო კონსტანტინეს და დედიკოს მიუძღვნა დიდი ეკლესია. რა საინტერესო ისტორიებს ყვები კაცო, დიდი ეკლესია. შემდეგ რა მოხდა, მეგობრებო? შემდეგ მოხდა ის. არავის ახსოვს სად იყო საქართველო, არავის ახსოვს სად არის საქართველო, რა არის საქართველო, ვინ არის ქართლოსი, რა ქართლოსი, ვის ქართლოსი, რა ქალდეველები, კაცო, ჩვენ ბიზანტია ვართ. ჩვენ ებრაელები ვართ, ჩვენ სომხები ვართ, ჩვენ ისენი ვართ, ჩვენ ქართველები არა ვართ. მაგრამ ქართულს ლაპარაკობთ. კი, ჩვენი დამწერლობა გვაქვს. ხო და მეგობრებო, წარმოიქმნა ბერძნული და ებრაული ვერსია თუ რას გადაგებდა ქრისტე ქართულ ენაზე. პირველადი ჩანაწერები მოხდა მხოლოდ ებრაულ და ბერძნულ ენებზე თურმე, თუმცა ქრისტე ქართულად საუბრობდა. მაშასა და მე, მათე, ლუკა, სიმონი და იოანე ყოფილან ან ებრაელი, ან ბერძენი. მეგობრებო, რადგან თუ კი მათ ამენებზე დაწერეს ეს წერილები და პირველადი წერილები არის ამენებზე გადათარგმნილი, თარგმნილი და არადაწერილი, მაშასა და მე ისინი უნდა ყოფილიყვნენ აუცილებლად ან ბერძენი და ან კიდე ებრაელი. ნუ რას უკაცრავად, ჩემო საყვარელებო, ქართული თუ ქრისტე ქართულს არ ილაპარაკებდა, ის რისი ქრისტე იქნებოდა. თუ ქრისტე ქართულ ენას ვერ ფლობდა, ის ვერ იქნებოდა ქრისტიანი. ვერ იქნებოდა ქრისტიანი. მას ერქმეოდა ქრისტოს, ან ერქმეოდა იესუა. არც ერთით და არც მეორით, მეგობრებო, მას ერქვა ქრისტიანი. იესო. იესო. რატომ ერქვა იესო? რატომ ერქვა იესო? იესუა. რატომ ერქვა იესო? იესუას. ქრისტოს. რატომ ერქვა ქრისტოს? იესუა. იესუს. იესო. ესაია. რატომ ერქვა?
ვიცით? არ ვიცით. მეგობრებო, ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, თუმცა ჩვენ მოსაგები გვაქვს დეკეული. ეს დეკეული, მეგობრებო, ეს დეკეული არ არის იქ მოსემ რო გამოიყვანა და მერე ოქროს გარო ჩამოადნეს და დაუწყეს იქ ლოცვები, რაღაცეები. არც ერთი და არც მეორე, მეგობრებო. მე გეტყვით ეს დეკეული რა არის. პირველ რიგში გასაგები გვაქვს ის თუ ვინ იყო მარიამ იესოს დედა. შემდეგ გასარკვევი გვაქვს ის თუ ვინ დააფეხმძიმა მარიამი იესოს დედა და არ მითხრათ ეხლა რომ მე დააორსულაო რა. არ მითხრათ ეგ არავინ რა. არ მითხრათ, იმიტომ რომ მე მაგას ვერ მეტყვით, მაგრამ აი იმ დანარჩენებს, რომლებიც ილუზიებში, თავის არქონტებში და იმებში ცხოვრობენ, იმათ უთხარით. ეხლა რა ხდება, მეგობრებო, აქ? როდესაც 3 წლის პატარა მარიამს მიიყვანს გამოშტერებული ანა და მისი მამა იოაკიმე ეკლესიაში, სადაც დახამებული კაცები, ქალის უნახავი კაცები პატარა ბავშვს მიიღებენ, აგერ მეგობრებო, მაშინ არ იყო არც ეკლესიები და არც მართლმადიდებლები, მაშინ იყვნენ რაბები და აქ ძალიან ჩვეულებრივად მიღებული იყო ის, რომ პატარა ბავშვებთან დაწოლა აგერ გამოგიდოთ ღმერთმა, რომ თურმე მოსულია ებრაელთა საზოგადოებაში. ხო და მეგობრებო, თქვენ რა გონიათ, ეხლა რას გაუკეთებდნენ პატარა ბავშვს, რომელ ბავშვსაც აზრზე არ იყო სად მიიყვანეს დედიკომ და მამიკომ 3 წლის ასაკში. და როდესაც 14 წლის გახდება მარიამი, უცბად მუცელი გაიზრდება. უps! დაერხათ მღვდლებს. ჩქარა მოძებნეს ვინმე მართალი იოსები, რომელიც ხმას დაკუმავდა, დამუწავდა და არაფერს იტყოდა იმის შესახებ, თუ რა ტყუილი შეატენეს მღვდლებმა მას. დაქორწინების შემდეგ მარიამი ორ თვეში აჩენს იესოს. მას გამოეცხადა თურმე მამაზე ციერი და მამაზე ციერის მიერ ჩაისახა იესო მარიამში. რატომ? იმიტომ რომ მღვდლებს არ მოსწხებოდათ ის ჩირქი, რაც გააკეთეს? კარგი, ვიყიდოთ ეს ტყუილი. მარიამი დააორსულა ანგელიოზის მიერ, ანგელიოსი გაბრიელისა თუ მიქაელის გამოცხადების შემდეგ ღმერთმა. კარგი, ღმერთმა დააორსულა, ხო? კარგი, ოკეი. მაგრამ რატომ მაშინ როცა დააორსულა არ გათხოვეს მარიამი და რატომ მაშინ დააორსულა? მაშინ გათხოვეს, როდესაც მუცელი გაეზარდა მარიამს? რატომ მამებმა მაშინ არ დაიჯერეს, რომ მარიამი ორსულად იყო და მაშინვე გაეყოლებინათ იოსებისთვის, რომ იოსებს თავსატეხი არ გახტობოდა მერე, რომ რატო არის ეს გალი ეხლა ჩემი ცოლიო? და 14 წლის მარიამი რატომ უნდა დაორსულებულიყო ღმერთისგან? ხო ვერ მეტყვით, პედოფილია ღმერთი? პედოფილი ყოფილა. კარგი, პედოფილი იყოს ღმერთი თუ გინდათ. ოკეი, ვიყიდი მაგ ტყუილსაც, იმიტომ რომ თქვენ არ მოგეცხოთ ჩირქი, მამებო. და როდესაც ქრისტე შედის ტაძარში და ამბობს, განა რა გაგიკვირდა დედაჩემო, მამა ჩემის სახლში არ ვარო? ის განა ტყუოდა. ის შევიდა მამამისის სახლში. და ვისი იყო ეს სახლი, თუ იცით? ვინც? მამამისი იყო. და რო იმალებოდა იქ კუთხე კუნჭულში, რომ ოღონდაც არ გაიგოს ხალხმა, ოღონდაც ღმერთ შევატანი ამ საკითხსო. ყველაფერი ღმერთს შეატენეთ, ხო? შეატენეთ თქვენი ნამოსი და სინდისი. ღმერთს მიდით. როცა საჭიროა, ღმერთი გამოჩნდება ხოლმე და როცა საჭირო არ არის, ღმერთი, როცა ვიღაცა ამბობს, რომ ღმერთის ხილვა მქონდა, ის ეშვაკისეულია. რა გავიგოთ ეხლა მამებო, აბა? როდის არის ეშვაკისეული და როდის არა? იქნება და ეს პატარა 14 წლის მარიამი, რომელიც პედოფილიისკენ არის მიდრეკილი, ის ღმერთი აორსულებს ამ გოგოს.
ეშმაკია და არა ღმერთი. როგორ დავიჯეროთ, რომ 14 წლის გოგოში ჩასახვა მოუნდა ღმერთს? კარგით, დავიჯეროთ, ვიყიდოთ ეს ტყუილიც. ის ტყუილიც ვიყიდოთ, რომ ილია ცოცხალია. ის ტყუილიც ვიყიდოთ. ყველა ტყუილს ვყიდულობ, კაცო, მაგას მე რისი თამარი ვარ, რომ ყველა ტყუილი არ ვიყიდო. ყველა ტყუილსაც ვიყიდი და ყველა ტყუილსაც გავყიდი. გესმით? გესმით. რა ომი მოუგოთ თამარს? თუ ჩვენ თამარს ვერ მოუგებთ ომს, მაშინ დაიქცევა ჩვენი სისტემა. დაიქცევა ჩვენი ყველა ტყუილი, რომელიც ავაგეთ დღემდე, დაიქცევა ჩვენი ყველა ფულადი და მატერიალური ის ინფრასტრუქტურა, რომელიც გავაწყეთ დღეს. სრულიად მსოფლიო მასშტაბით და სრულიად დედამიწის ირგვლივ, გინდა ცაში და გინდა ზე. მიწაზე. თუ ვერ მოუგებთ თამარს ომს, წავაგეთ ომი და ეგ არის. ვინ იყო ქრისტე? ვინ იყო ქრისტე? ქრისტე იყო ყველაზე მართალი კაცი, რომელიც მოკლეს მამებმა. შემდეგ აიღეს და შესთხარეს იუდას, რომ ვითომ იუდას ბრალი იყო ყველაფერი და ვითომ საზოგადოებამ ქრისტე ვერ გადაარჩინა ეს ამ საწყალი კაცი იუდასგან. იუდას ბრალია ყველაფერი, მხოლოდ მისი ბრალია რომ გასცა ქრისტე, თორე ისი არც არავინ არ მოკლავდა, კაცო, ქრისტეს ვინ ერჩოდა რომ? ოღ იუდა, შენ რა მხელა ძალა გქონია? შენ თვით ღმერთზე დიდი ძალა გქონია, იუდა, რა მაგარი ტიპი ყოფილიყარ? დამენახე, სად ხარ? მოდი ჩემთან დადექი ჩემს წინაშე. უნდა გაკოცო ლოყაზე. უნდა გეამბორო ლოყაზე, ისე როგორც შენი ამბორე ლოყაზე ქრისტეს. და ვითომ ქრისტეს არ იცნობდა კაიაფა და მისი მხლებლები, თითქოს და არ იცოდნენ ვის მოსაკლავად დადიოდნენ. და იუდას უნდა ეთქვა ეს ყველაფერი, თორე ისე ვერ გაიგებდნენ ვისი მოკლა უნდოდათ. ოხ იუდა, შენ რომ არ ყოფილიყავი, რა ეშველებოდათ მერე რაბებს, როგორ მოუგებდნენ ქრისტეს ომს. როგორ გაიგებდნენ ვინ არის იესო და საერთოდ სად იპოვიდნენ იესოს. ის ხომ სოროში იმალებოდა ქრისტე და არსად ავლაპარაკობდა, ჩუმად იყო და აი ესე პირშეკრული დადიოდა. არც სინაგოგებში არ გამოცხადებულა და არც ხალხში არ ყოფილა გაჟღერებული მისი სიტყვა. უბრალოდ თუ იუდა მას არ ამხელდა, ვერ გაიგებდნენ კაიაფა და ანა ვინ იყო ქრისტე საერთოდ. უხ იუდა, შენ რა გითხარი? ან რისთვის გამოჩნდი და ან რისთვის გაქრი? უხ იუდა, შენი ბრალია ყველაფერი იუდა. არა, არც იმ კაიაფასი და არც იმ იუდეველების ბრალი არ არის. ჰეგენი მოვიდნენ საქართველოში, ააშენონ თავიანთი სინაგოგები. ჩვენ არ გვაქვს მაგას წინააღმდეგ არაფერი, მაგრამ უხ შენ იუდა, ეგ ბოროტი, ეგ და საძაგელი, როგორ გაღცა ჩვენი ქრისტე და მოაკვლევინა ამ უდანაშაულო ხალხს. ეს ქრისტე, ეს უდანაშაულო კაცი. მაშ ყველაფერი იუდას ბრალია, მეგობრებო. მე გეტყვით თქვენ, რომ თუ იუდასადმე გადაგეყრებათ, გამომიჩინეთ, აქ მომიყვანეთ ყურები, უნდა დავაჭრა მას. მაგისი ბრალია ყველაფერი. მაგან მოკლა მართალი კაცი. არა, არც პილატე იყო დამნაშავე, არც კაიაფა, არც ანა, არც ის ხალხი, არც პეტრე, არც პავლე, მარტო იუდა. გესმით? ხოდა 14 წლის პატარა გოგო რო დააორსულა ღმერთმა, არც ღმერთი იყო დამნაშავე იქ რა. არა. კაცოებს მელაპარაკებით ახლა. არ მითხრათ რომ ღმერთი პედოფილია რა. იმან როგორ მოისურვა, ისე გადაწყვიტა ღმერთმა, ესე გადაწყვიტა და ახლა ჩვენ ვინ ვართ რომ მაგის წინააღმდეგ რამე გავაცხადოთ.
არა, მაგრამ ტრამპი რომ 14 წლის ბავშვებთან წერს, ეგ საშიშია და ცუდია. მაგრამ ღმერთმა რომ 14 წლის გოგო დააორსულა, ეგ არ არის ცუდი, იმიტომ რომ მოგვივლინე ჩვენ მხსნელი. მაის, აი, რა ჭკვიანი ხალხი ვართ ჩვენ დღეს. ძალიან ჭკვიანები ვართ, ძალიან ტვინი გადმოგვდის თავიდან. ღმერთი მართალია, მაგრამ კაცი ტყუანია. თუ ღმერთი იზავს იმას, რაც არ უნდა ქნას ადამიანმა, ღმერთი მართლდება, მაგრამ ადამიანი მტყუნდება. ასე დასაჯა ღმერთმა ევაც. მე რო ვჭამი მხილს, შენ არ ჭამოო და შენ თუ შეჭამ მოკლავო. ხო და ევამ რო შეჭამა ხილი, მერე ღმერთმა ის დაწყევლა. რა კარგი ღმერთია. ხო და ვიღაცები ამართლებენ, რა გაუფრთხილებლად დასაჯაო? რა ევამ გთხოვა რომ შემქმენიო? და რატო შეჭამა? კარგი კითხვაა, ჩემო შვილო. კარგი კითხვაა ძალიან. მე გკითხავ ახლა შენ და რატომ შექმნა ღმერთმა ისეთი რამ, რაც არ უნდა ეჭამა ევას? მითხარი. თქვენ თუ ამტყუნებთ ებრაელებს, რომ პედოფილები არიანო, რატომ იმ ღმერთს არ ამტყუნებთ 14 წლის გოგო რომ დააორსულა? მარიამზე მაქვს საუბარი. არა, მე იმას სულაც არ ვამართლებ, რომ პედოფილია კარგია, მაგრამ მითხარით, რომელი სამართლით საუბრობთ თქვენ? თუ კი ადამიანზე ნერვები გეშლებათ, რომ 14 წლის გოგოს აორსულებს, რატომ ღმერთზე არ გეშლებათ ნერვები? 31 კაცი მიყურებთ, ერთმა მაინც გამეცით პასუხი. თუ არ მოსულა თქვენ ყურამდე ის, რომ თურმე ტრამპი და მისი წარმომადგენლობა პატარა გოგოებში დაეხეტებიან და დაძვრებიან და მიძვრებიან? არა, არ მოსულა, მე გეტყვით, რომ აიკლო სოციალური სფერო იმ საკითხებმა, რომ ტრამპი თურმე პატარა ბავშვებთან ნავარდობს. და ღმერთიც სხვათა შორის. ხო, ის ღმერთი თქვენ რომ გინდათ, რომ ქრისტეს შეტენო, შენი მამა იყო იახვეო. ხო, ის ღმერთი 200 ყბა რომ მოკლა და ჯარები რომ გაწყვიტა და კაცოა ეგვიპტელები რომ ამოხოცა ვიღაცა ტლუ მოსეს გამოყვანილი მონების გამო. ხო? რა ვიცი, ეგ ღმერთი ძალიან საინტერესოდ დამისახეთ, მაგრამ რაც წავიკითხე, მაგ ღმერთზე გული გამისკდა, რა ხდება? ამოგიტრიალათ ტვინი ვინმემ და რამემ, თუნდაც იყოს ეს ღმერთი. თამარ მეფეა და სამარცხებელი. თამარ მეფეს თუ არ მოუგეთ ომი, თვით ღმერთიც კი დამარცხებულია. გიგეთ? ხო და მოუძებნოთ თამარ მეფე. მაგისი ბრალია ყველაფერი. მაგან შემოიტანა დედამიწაზე სინათლე. მაგას რო სინათლე არ შემოეტანა, ჩვენ ვერ გავიგებდით საერთოდ სად არის სიბნელე. ჩვენ ვიქნებოდით სიბნელეში და გვეგონებოდა კარგი ადამიანები თავი და კარგი ღმერთები და კარგი მამები და კარგი მღვდლები და კარგი ეპისკოპოსები და უწმინდესები და უნეტარესები. თამარს რომ ხმარა მოეღო, აწყობილი იყო ყველაფერი, საქართველოც კარგად იყო, ქართველებიც კარგად იყვნენ, გამაძღარი იყო ყველა, ვის რა უჭირდა, მაგრამ მოვიდა თამარი და მაგან რო სინათლე მოიტანა, თავალები დაგვიბრმავა. თვით გველუკაშვილსაც შეეშინდა, არაო, თამარი არ გააცოცხლოთ, თორე ისეთი მძიმე პერიოდი იყო მაშინო, რომ დედა გვეტირებაო. ოღონდ სინათლე არ დამანახო და აქ ვიქნები სიბნელეშიო რა. დღეს მომიყვა სხვათა შორის თიამ ესეთი ანეკდოტი მაგრად გამეცინა რა. პოლიტიკოსი და ბოზი ზიან ერთად და პოლიტიკოსი უყვება ამ ბოზს. თია უნდა მოყვე შენი ანეკდოტი მომეწ.
პოლიტიკოსი უყვება ახლა ამბოს თავს აცნობს, რომ მეო პოლიტიკოსი ვარო, მაგრამ პატიოსანი პოლიტიკოსი ვარო რა და ეხლა ეს ბოზიც ეუბნება რა რაღაცა ხომ უთხრას და ხო არა მეო ბოზი ვარო, მაგრამ ქალიშვილი ვარო. ხო აი ესეთი მომენტია რა. ოღონდ თამარი არ გამოჩნდეს. ოღონდ სინათლე არ დამანახოთ და მე ვიქნები კარგი ღმერთი. კარგი ღმერთი ვიქნები მე 200 ყმას გავწყვიტავ მოვკლავ ჩვილებს მოვკლავ ამოვხოცავ ხალხს დავწოვ კაცებს დავწოვ ბავშვებს დავწოვ ქალებს და ვიქნები კარგი ღმერთი უკუნითი უკუნისამდე აბა ერთი ვინმე შემეწინააღმდეგოს კოცონს დავანთებ ზედ დავადებ და მოვკლავ კარგი ღმერთი ვარ მე ხო და თუ მოვა ვინმე თამარი და თუ იტყვის რომ ეს არ არის კარგიო იმას ვერ მოვერევი, მაგრამ ამოვუტრიალებ რეალობას. ხალხს დავაჯერებ, რომ ეს თამარი ცუდია. ხო და ხალხი გაანადგურებს მას. მაგრამ ეგეც რო არ ხდება, რა უნდა ვქნა ეხლა? უნდა მოვიფიქრო რამე თამარ მეფის დასამარცხებლად. მოდი შევქნი პატარ-პატარა ჯგუფებს, დახურულ ჯგუფებს და იქ ვალაპარაკებ ხალხს, რომ თამარ მეფე ვეღარ მოვა და ვეღარ გაცოცხლდება და რაც დაპირდა თავის ხელს იმას ვეღარ შეასრულებს. რა ენოქი და რა თამარ მეფე, რა დავითი და რა გიორგი ბრწყინვალე, რა სტალინი და რა ლენინი. რა რეინკარნაცია თქვენ ესეთი ადვილი გონიათ? ეგეთი ხალხი აღარ ბრუნდება უკან აღარ. არა მარტო ბრუნდებიან იცით როგორები? აი ესეთები რა, სატანები და ისა ჯოჯოები და ჯუჯუები. ხო, თამარ მეფისნაირი ხალხი აღარ შემოვა, კაცო, არ დაიჯეროთ ვინმე თუ გითხრათ რომ თამარ მეფე ვარო? არა, ეგ არ დაიჯეროთ, კაცო, რა უნდა აქ თამარ მეფეს? კი დაპირდა მაშინ, მაგრამ ეხლა სად შეუძლია თამარს მაგდენი რომ დაბრუნდეს უკან და თავისი ხალხი იხსნას, არ შეუძლია. ეგენი შეუძლიათ მარტო იმისნაირებს. აი, ისინი ვარიან. გალილეო გალილეი კი არა და მეორეს რა ქვია ჯორდანო ბრუნო. ხო, აი ეგენ ჯორდანო ბრუნო აღარ შემოვა, მაგრამ აი თამარიც აღარ შემოვა რა. ხო. კი. ეხლა რამდენი თამარი ყავს, კაცო, გაივსოს მსოფლიო თამარებით. მაშ გაგვანებო თავი ამ თამარებმა, კაცო, შეგვიჭამეს რა უნდათ? ცხოვრობთ წყნარად, მშვიდად, კარგად ვართ, აწყობილია მსოფლიო, კარგად მუშაობს. რა უნდა ამ თამარს, კაცო, გაგვანებოს თავი. არ შეგვიჭამა გული, ჯერ მაშინ ხო მოკვდა და ვერ მოკვდა. მაგის საფლავი ხო საერთოდ ვერ იპოვეს და ეხლა კიდე ვითომ ცოცხალი ვარო, კაცო, რეები რა უნდა მაგას რა. მართლა ხო არ უნდა რომ ისა გამოვაცხადო აქ თამარი, ეხლა ხო არ უნდა მაგას ავაყენო ფეხზე და დავალაპარაკო აქ. მაგას ხო არ უნდა ეხლა მაგიები ჩაუტარო, კაცო. მოკლედ მეგობრებო, მიხვდებოდით მე რაზე ვსაუბრობ. ხო და რაც არ უნდა გასაკვირი გეჩვენოთ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ვისაც უნდა მოვუგოთ ომი, ეს არის თამარ მეფე. სხვანაირად ვერ დაწყნარდება მსოფლიო. ეგ არის თავი და თავი ყველაფრის. თამარ მეფე რომ არა, ამ დედამიწაზე სიმშვიდე იქნებოდა. ყველა თავისას შეუბერავდა, კაცო, არავინ არ იქნებოდა ნამხელი. ყველა წყნარად იქნებოდა, არავინ არ იყვირებდა. ყველა კარგად იქნებოდა თავის მონობაში, თავის სიდებილეში, თავის სიბნელეში, ყველა კარგად იქნებოდა მეთქი რა და აი რა უნდა ეხა ამ თამარს ვერ უნდა გაიგოს რომ ამ დედამიწაზე, კაცო, სიბნელეა საჭირო. სინათლე არ გვინდა, კაცო, რა ოქროს ხანა, რის ოქროს ხანა, გაგვანებოს მაგოგომ თავი რა. ხო, ოქროს ხანა დააყენოს იქ მამაზე ციებთან. აქ არა, აქ სიბნელე უნდა იყოს, ვერ გაიგო მაგოგომ კაცო. დაგვაყენოს რა. ერთი ადგილი ვიპოვეთ, ღმერთმა მძლივს მოგცა ეს ჩვენ ეს ადგილი და მაგან უნდა დაგვიშალოს კიდე აქ ყოფნა. რა უნდა მაგოგოს ღმერთთან შევიწას საჩივარს დღესვე. ღმერთთან. ილია მეორეს გაუგზავნი წერილს. ის გადასცემს ღმერთს და ღმერთი მერე მოვა და მოუვლის მაგ გოგოს. არ დააყენა ეს კაცი ილია მეორე რა. ჯერ აცალე სიბერი აცალე, მერე სიკვდილი მაინც აცალე. რა უნდა რას გადაეკიდა ამ ილია მეორეს ვერ გაიგე რა.
ვერ ხედავთ აურდაურია ხალხი მშვენივრად ადიდებ და ილია მეორის რა უნდოდა რომ შემოიტანეს ფორიაკი რა უნდოდა რომ მივიდა იმის კარზე და დაუკაკუნა რა რატომ მოანათლინა ბავშვი ჯერ ეგეთიც რა უნდოდა თუ ეგ ვინმე პროვოკატორი არ არის რას ანათლინებდა იმას ბავშვს რას ან მერე რომ მივიდა სტუმრად ის რაღაც უნდოდა აი ხო შეიძლება რა ეგ თუ პროვოკატორი არ არის აბა ვინ არის პროვოკატორი მე ვეღარ გავიგე მე მგონი თქვენ რაღაც ვერ აზროვნებთ ნორმალურად რა თქვენ ვერ გაიგეთ ჯერ რომ საქართველოს ამბავი თამარ მეფემ არია საქართველო გაანადგურა გააცამტვრა იქ დავით გარეჯა მიყიდა იმებს იქ აფხაზეთი იმებს მიყიდა იქ ზვიადი მოკლა იქ რა უნდა მაგ გოგოს რა გამანებოს თავი კაცო გაგვანებოს რა ეხლა რაღაცა ქართულ ამბავს გადაეკიდა და რეებს ლაპარაკობს თვითონაც არ იცის მე მგონი რა აი ვერ გაიგო მაგან ქართული ამბანის რა იცის ჯერ მე მგონი ქართველიც არ არის რაღაცა ებრაელია და სომეხი და თუ რაღაცაა ვერ გავიგეთ ვინ არის რა უნდა საერთოდ ვინმე მიცის რა უნდა თამარ მეფეს მიყვარს უკუღმა ლაპარაკიო როგორც დაპროგრამებულია ხალხი ისე უნდა ელაპარაკო თორე წაღმა ლაპარაკით ვერაფერს ვერ იგებს ლალი უძლიერესი სალოში მამა გაბრიელი მახსენდებაო სინათლე თვალებ ჭრიც დამარს და არ აწყობთო ეგ კი მახსოვს ნათლიასთან მისვლა და არ მიღება ნინო წერს ლალი წერს არ ჭამო რომ ვიტყოდი ბავშვებს მაშინ იწყებდნენ ჭამას არ ჭამო რომ ვიტყოდი ბავშვებს მაშინ იწყებდნენ ჭამას ხო უკუღმა დგას ყველაფერი უკუღმა და მაინც რა გადაარჩენ საქართველოს ეხლა წაღმაგეტყვით საქართველოს გადაარჩენს ერთი რამ ქართველმა გაიხსენოს რომ არის ქართველი თუ ქართველი გაიხსენებს რომ არის ქართველი საქართველო შეიძლება გადარჩეს თუ ქართველი ვერ გაიხსენებს რომ არის ქართველი საქართველო ვერ გადარჩება რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ქართველი გაიხსენებს რომ არის ქართველი თუ ქართველი გაიხსენებს რომ არის ქართველი ის არავის დაუწყებს მტკიცებულებას რომ პირველები ჩვენ ვიყავით ის არავის დაუწყებს მტკიცებულებას რომ ჩვენ ვართ ვინც ვართ ის არავინ დაუწყებს მტკიცებულებას რომ ჩვენი ენა არის რაც არის ის არავინ დაუწყებს მტკიცებულებას რომ ქრისტე ქართველია ის არავის დაუწყებს მტკიცებულებას რომ საქართველო ქრისტესია
ის უბრალოდ მიმართავს ქრისტეს. ეს ქვეყანა შენია და შენვე შვიდა შენია. შენ ია და შენ მოუარე. და როდესაც კაცობრიობა მიმართავს ქრისტეს და ქრისტეში გაერთიანდება, აი მაშინ უკვე ეს ცალ-ცალკე გაერთიანებები, იქ სადღაცა მახინჯაურიდან, იქ სადღაცა შონიები, იქ სადღაცა ვიღაცეები რო ერთიანდებიან, იქ ეროვნულები, იქ ისენი, აი ეს ყველა ქრისტეში გაერთიანდება და მეო კი არ დაიწყება ყვირილი, არამედ დაიწყება ჩვენ ვართ ქრისტეს მოდგმა და ჩვენთან არს ღმერთი და ჩვენთან არც რუსეთია, არც ევროპა, არც ჩინეთი, არც ამერიკა, არც ჯანდაბა, ჩვენთან არს ღმერთი, არს და იყოს. მაგრამ სანამ შონია, სანამ მახინჯაურიდან ლაზარე, სანამ იქ ვიღაცა პეტრე და პავლე, სანამ იქ ვიღაცა შევარდნაძის ლეკვები და ილიას მადიდებლები ფიქრობენ, რომ ჩვენ გადავარჩენთ საქართველოსო, იქამდე საქართველო იქნება დანაწევრებული, დაშლილი და სულ არავის არ ახსოვს ეს შენი ქრისტე, რომ ქრისტე იყო ოდითგან ჩვენი მფარველი და ქრისტე იდგა ჩვენთან და თუ ქრისტეს მოუნდებოდა, ერთი სული შებერვით გაჰყრიდა ყველას ამ საქართველოდან. მაგრამ რადგან ქრისტე დავივიწყეთ, ვერ გშველის ქრისტე შენ. თუ ქრისტე არ გახსოვს და შენი თავის იმედზე, ან რუსეთის იმედზე, ან ჩინეთის ფულების იმედზე, ან პედოფილი ტრამპის იმედზე, ან იეღოვას იმედზე, ან ვიღაცის იმედზე დგახარ, არავის ჭირდება შენი გადარჩენა. რამე თუ შენ ქრისტესთან არ დგახარ და ვინ გადაგარჩინოს? ვისთანაც არ დგახარ იმან? ვერ გადაგარჩენს ის, ვისთანაც არ დგახარ. და ის საერთოდ ვერ გადაგარჩენს, ვისაც ეწინააღმდეგები და ვისი იმედიც გაქვს. შენ გადაგარჩენს მხოლოდ ერთი და ისიც პირდაპირ მნიშვნელობით გითხარი, ერთი რამის გახსენება, რომ შენ ხარ ქართველი და შენ ხარ ქრისტეს მოდგმის და ქრისტე არის ჩვენთან, არის და იქნება. ამინ, ამენით იესო ქრისტე. ახლა წავედი მე და უფალში გაერთიანებით გადარჩებით ქართველები მხოლოდ, ამბობს ქეთი და ვეთანხმები. ამინ, ამენით იესო ქრისტე. კარგად მეგობრებო.